ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი გვესტუმრა სტუდიაში. საღამოშიდობისა. მადლობა. მადლობ თქვენ. რისთვის დასჭირდა ქართულ ოცნებას ახლა მისულიყო ასეთ სტადიამდე, როდესაც პირველად ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში ევროკავშირის ელჩი დაიბარეს სამინისტროში განმარტებებისთვის. მოდი ესე ვთქვათ, რა ხდება გლობალურად? გლობალურად ხდება ის, რომ ქართული ოცნების მთავარი ფარი ევროკავშირის შიგნით, რომელიც იცავდა ქართულ ოცნებას და ბლოკავდა გინდა ჰერჩინსკის ქმედებებს, გინდა მთლიანად ევროკავშირის ქმედებებს, ეს იყო უნგრეთი. უნგრეთში მოხდა არჩევნები, ეს ფარი ჩამოეშალათ, როგორც ჩანს, ამისთვის მზად არ იყვნენ და ახლა ცდილობენ, რომ ქართულმა ოცნებამ გადააჯგუფოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია და ამ გადაჯგუფების ფარგლებში ისინი ცდილობენ, რომ გაიაზრონ რა ელით მომავალში. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთხელ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ სანქციები ყველაფერი დევს მაგიდაზე, ევროპული საბჭოს წინაშე და ახლა უკვე უნგრული ვეტოს გარეშე ეს ყველაფერი ხდება გაცილებით უფრო რეალისტური. ქართულ ოცნებასაც როგორც ჩანს ჯერ კიდევ ესმით, რომ ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელსაც აგერ მინისტრი კითხულობდა რა გავაკეთეთო და დრაკონული კანონები მიიღეს, ადამიანები დაიჭირეს ტროტუარზე დგომისთვის, პოლიტიკური პატიმრები არის ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რასაც ემატება ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის პირდაპირ თავდასხმები საქართველოს მოსახლეობის არჩევანზე. რას აძლევს ასეთი ნაბიჯები, როდესაც ევროკავშირის ელჩს დაიბარებ, მის წინააღმდეგ გააძლიერებ პროპაგანდას, განსაკუთრებით მას შემდეგ თქვენ სწორად აღნიშნეთ, კიდევ დაემატა ეს ორბანის დამარცხების შემდეგ, ეს სიმძაფრე და შეტევა. რა შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს, მით უმეტეს თუ კი ეს ფარი არ ყავს ახლა ევროკავშირის შიგნით? კარგი არაფერი და ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ევროკავშირი ჯერჯერობით საკუთარ მთელ მექანიზმს და ყველა ბერკეტს არ იყენებს, არის ის, რომ მათ არ უნდათ საქართველოს მოქალაქეების დასჯა. ევროკავშირი იყო და არის დღემდე ძალიან თანმიმდევრული, მათ არ უნდათ საქართველოს მოსახლეობის რიგითი თანამოქალაქეების დასჯა ქართული ოცნების ქმედებების გამო. ამიტომაც იყო საუბარი ეს იურიდიული კაზუისტიკა დიპლომატიურ და სერვის პასპორტებთან მიმართებით, იმიტომ რომ უნგრეთმა დაბლოკა კონკრეტული ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება და ამის გამო ევროკავშირი იზოლებული გახდა, რომ მოეფიქრებინა ახალი მექანიზმები, რომელიც საბოლოო ჯამში დაარტყა მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, რაც ევროკავშირს არ უნდოდა. საბოლოო ჯამში ახლა ჩვენ ისევ და ისევ ხედავთ ძალიან მე მგონი მარტივი თამაში არის სინამდვილეში. ქართული ოცნება ტესტავს, სადამდე შეძლებენ ევროკავშირთან თამაშს, რა არის ის წითელი ხაზები, რასაც მოყვება უკვე რეალური რეაგირება. და ანუ ფაქტობრივად ფორსირებას აკეთებს, როგორც ფორსირებას აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. ან მეორე ახსნა არის ის, რომ სრულიად არაადეკვატურად იქცევიან და მთელი საგარეო პოლიტიკა ქართული ოცნების, რომელიც პრინციპში ისეც არაადეკვატური იყო მთელი ამ დროის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად არაპროფესიონალური და კიდევ უფრო მეტად არაადეკვატური. აქ ჩდება ერთი შეკითხვა, რის იმედად შეიძლება იყოს ორბანის შემდეგ ივანიშვილი? კი, ჩვენ ვიცით, თქვათ, სლოვაკეთის საკითხი, თუმცა ეს არ არის იმ გავლენის ლიდერი, ფიცოს გულისხმობ, როგორც იყო ორბანი, მაგრამ როდესაც ბლოკავდა, თქვათ, საქართველოსთან დაკავშირებით იქნებოდა თუ უკრაინასთან დაკავშირებით ორბანი, სხვა სახელმწიფოებს ევროკავშირის შიგნით საერთოდ არ სჭირდებოდათ გამოემჟღავნებინათ ასევე თავისი დამოკიდებულება. შესაძლოა თუ არა ევროკავშირის შიგნით იყვნენ სახელმწიფოები, რომელთანაც გააბამს ქართული ოცნება ურთიერთობას, ან რუსეთი მოახერხებს ისეთი ურთიერთობის დალაგებას, რომელიც ჩაანაცვლებს, ასე ვთქვათ, უნგრეთს გარკვეულწილად. თუ კი უნგრეთი ისედაც ბლოკავს, რატომ უნდა გავაკეთო მე იგივე? რადგან ეს არის ფარი, ეს არის წინა ხაზზე, მე შეიძლება არ გავაკეთო ასეთი რამ. ზოგიერთი სახელმწიფო და მისი ლიდერი შეიძლება ასე ფიქრობს, ამას ორბანი ისედაც გააკეთებს. აი ახლა როცა ორბანი არ არის, შეიძლება თუ არა გამოჩნდეს ახალი ვინმე, ვინც თლათ ორბანი არ იქნება, მაგრამ პრობლემებს შექმნის კონსენსუსის თვალსაზრისით. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ორბანის გავლენის და წონის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც არის აი ესე პრორუსულად განწყობილი. ახლა ხან ბულგარეთში მოხდა არჩევნები, რუბენ რადევი არის საკმაოდ თავისებური პოლიტიკოსი, მაგრამ მას არ გააჩნია იმხელა წონა, რომ მან დაბლოკოს მთლიანად ბლოკის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. იგივე შეიძლება ვთქვათ ჩეხეთზე, ბაბიჩი ითვლება მემარჯვენე პოლიტიკოსი.
პოლიტიკოსად. ის არის ორბანის პოლიტიკური ოჯახის ნაწილის წევრი, მაგრამ ამავდროულად ბაბიჩი არის ძალიან ადეკვატური, როცა საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას. რაც შეეხება ფიცოსთან მიმართებით ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ მას არც მისი მთავარი ინტერესი არის ძალაუფლების შენარჩუნება და ევროკავშირთან, ბრიუსელთან გამწვავება, ფინანსური დახმარების შეწყვეტა, პოლიტიკური წნეხის გაზრდა მის ინტერესებში უბრალოდ არ შედის. ამიტომ ნაკლებად მოსაოდნელია, რომ ოცნება მოახერხოს, იპოვოს ვინმე მორიგი ორბანი. ამას ემატება ის, რომ მთელი მათი ფსონი, ეს მთელი პროპაგანდა, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ პროპაგანდისტული მედიებიდან, იყო აწყობილი ფსევდო-კონსერვატიზმის მოდელზე, რომელიც ააშენა პედოფილების მფარველმა ვიქტორ ორბანმა. და ახლა უკვე ეს მოდელი ჩამოინგრა, მადიარმა ძალიან კარგად აჩვენა რეალური სახე უნგრული რეჟიმისა და დღეს ქართული ოცნება ხდება პაპზე უფრო კათოლიკეთ, ბოდიში ამ გამოთქმისთვის და ისინი ცდილობენ, რომ გააგრძელონ ორბანის პოლიტიკა, რომელიც კარგია, რომ მადიარი ახსენეთ, იმიტომ რომ ამაზეც უნდა მეკითხა და ბარემ აქვე გკითხავთ. მადიარის და ქართული ოცნების ურთიერთობის რა პერსპექტივა არსებობს დღეს საერთოდ? მე ძალიან გამიხარდებათ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის იქნება კარგი, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა. ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს არა კორუფციას, არა ფსევდო-კონსერვატიზმს, არა ტყუილს, არა პროპაგანდას, არამედ ჩვენი ორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამ ეტაპზე ქართული ოცნების და ორბანის მთავარი დამაკავშირებელი იყო არა იდეოლოგია, არამედ პუტინისადმი ორბანის დამოკიდებულება, ის რომ ორბანი იყო რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირის შიგნით. ზუსტად ამაზე და ამაში იპოვეს საერთო ქართულმა ოცნებამ და ვიქტორ ორბანმა. ახლა უკვე მადიარი ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არანაირი პრორუსი არ არის. მადიარი აგრძელებს იმ საერთო ევროპული იდეის ერთგულებას, რამაც მას გაამარჯვებინა ნაწილობრივ არჩევნებში და ამიტომ ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდება ისეთი ურთიერთობის და ისეთი მე ვიტყოდი პარაზიტული სიმბიოზის შექმნა, რომელიც მათ ჰქონდათ ვიქტორ ორბანთან მიმართებით. კიდევ ერთი შეკითხვა ეს უკავშირდება ზოგადად დამოკიდებულებას ქართული ოცნებისა ევროკავშირის მიმართ, რაც ახლა ვრცლად განვიხილეთ, ასევე შეერთებული შტატების მიმართ. რა მსგავსება და განსხვავებაა აი ამ მიდგომებში? აქ ალბათ ფუნდამენტური განსხვავება არის იმაში, რომ ქართულ ოცნებას ეგონა, რომ ევროკავშირი ვერაფერს ვერ იზამს. არსებობს ორბანი, რომელიც დაბლოკავს ნებისმიერ ქმედით ნაბიჯს. შეერთებულ შტატებთან მიმართებით ეს დამოკიდებულება ვერ იარსებებდა, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში ორბანი არ იყო, შესაბამისად ეგეთი ვეტო ვერ იქნებოდა და შეერთებულ შტატებს შეეძლოთ გაცილებით უფრო თავისუფლად მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათ გააკეთეს კიდევაც ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში. ამ ყველაფერს ემატება, მე ვიტყოდი ერთგვარი შიშის ფაქტორიც, იმიტომ რომ აშკარა არის, რომ შეერთებული შტატები არ ერიდებიან, მათ შორის პირდაპირ ძალის გამოყენებას, აგერ შორს რომ არ წავიდეთ ირანში შეგვიძლია ვნახოთ. ამას ემატება მადუროს შემთხვევა და აშკარა არის, რომ ქართული ოცნება გაცილებით უფრო მოწიწებით ცდილობს, რომ მოეპყრას შეერთებულ შტატებს, თუმცა აქაც ჩვენ გვყავს ბატონი შათირიშვილი, რომელიც არერიდება მთელი რიგი ფანტაზიების და ფენტეზის გავრცელებას მასონებზე, რეპტილოიდებზე და არ ვიცი, მარსიდან ჩამოსულ უცხო პლანეტელებზე, რომლებიც მართავენ თურმე შეერთებულ შტატებს. ანუ აი ასე კონსპიროლოგიაში სამწუხაროდ არის გადასული ქართული ოცნება და ეს კონსპიროლოგია არის ზუსტად ის მთავარი პრობლემა, რის გამოც ქართულ ოცნებას არ შეუძლია ადეკვატური ნორმალური საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომელიც იქნება იმ გამოწვევებთან შესაბამისობაში, იმ ტურბულენტობის საპასუხოდ, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. შეგვიძლია თუ არა მას საერთოდ ვუწოდოთ? საგარეო პოლიტიკა არის სამწუხარო. ვისა აქვს ასეთი საგარეო პოლიტიკა? მე მახსენდება ჩრდილოეთ კორეას. იმართლა გითხრა, იმიტომ რომ აი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ჩრდილოეთ კორეელები ვართ ყველაზე ჭეშმარიტი იდეოლოგიის მქონე ადამიანები და აი ევროკავშირი დაიშლება, ამერიკა დაიშლება და ჩრდილოეთ კორეა იქნება აც და მაგრამ მის ზურგს უკან ბირთვული იარაღია. მის ზურგს უკან ბირთვული იარაღია ჩრდილოეთ კორეაში. ივანიშვილის ბერკეტი რა არის, ასე ვთქვათ, აწარმოოს ხანგრძლივად ასეთი საგარეო პოლიტიკა. მაგიტომაც ვამბობ მეც და სხვაებიც, რომ ეს პოლიტიკა არის სრულიად არაადეკვატური. თუ ჩვენ ვეცდებით ცოტა უფრო აკადემიურად მის შეფასებას, ქართული ოცნება ცდილობს მოიქცეს როგორც საშუალო ძალა, რომელსაც შეუძლია რისკების ჰეჯირება და არც ერთ ბლოკთან პირდაპირი აფილიაციის გარეშე მათ შეუძლიათ თვითგადარჩენა. სამწუხაროდ
ჩვენ რეგიონში, ჩვენი გეოპოლიტიკის, ჩვენი სამეზობლოს რუსული ოკუპაციის გათვალისწინებით, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ხაფანგები ჩვენს ირგვლივ და ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ რაც უფრო მეტად იქნება ურთიერთობები გაფუჭებული დასავლეთთან, მით უფრო მეტად გაიზრდება საქართველოში გავლენა იმ ძალის, რომელსაც უნდა გავლენის გაზრდა. ეს არის რუსეთის ფედერაცია. დიდი მადლობა, სწორედ მაგ ძალაზე ვისაუბრებთ ახლა მომდევნო ჩვენს სიუჟეტში. გიორგი მელაშვილი, ქართულ ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო.